ბიძინა ივანიშვილის საჯარო პოლიტიკაში ფორმალურ შემოbrunებას აქვს თავისი დადებითი მახასიათებლები ოპოზიციისთვის და ასევე შეიძლება სისუსტეთაც იქცეს ოპოზიციისთვის, ხო? ხა მაგალითისათვის რო ვთქვათ, ის რომ ქართული ოცნების რეალური ლიდერი საარჩევნო კამპანიაში პიროვნულად მონაწილეობს, გარკვეულწილად უპირატესობა არის. ეხლა დებატებში არავისთან დამჯდომი ეჭვი მაქვს, რომ არა არის. ხო, მაგრამ აი კამპანიის წარმართვა, რასაც ქვია ქართული ოცნების ამომრჩევლების მობილიზება, ამას შეიძლება ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი. აქეთ ოპოზიციურ სუბიექტებში ამ კალიბრის წონის პოლიტიკური ლიდერების დეფიციტი არის. აქ ცხადია ობიექტურობა მოითხოვს, უნდა ვახსენოთ, რომ ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ციხეშია ფაქტობრივად გამოკეტილი, ხო? ანუ საკმაოდ არასამართლიანი თამაშის წესების პირობებში უწევს ოპოზიციას ოპერირება, მაგრამ მეორეს მხრივ ეს დემითოლოგიზაცია თავად ივანიშვილის მისთვის შეიძლება ძალიან კარგი რესურსი იყოს თავისი ამომრჩევლის მობილიზებისთვის. აი შენ როგორ შეაფასებდი, დავიწყოთ იქით საერთოდ შენი აზრით ივანიშვილმა რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, თქვათ ობიექტურად ვაღიაროთ, ბევრისთვის მოულოდნელი აბსოლუტურად. კი, ძალიან ბევრისთვის, ალბათ უახლოესი წრის გარდა, შეიძლება უახლოესმა წრემაც არ იცოდა თუ ამას დააპირებდა. ბევრი ვერსია მოვისმინეთ ჩვენ, თუ რატო შეიძლება დაბრუნებულიყო ივანიშვილი. აქედან მე ალბათ ორს მივიჩნევდი ყველაზე უფრო შესაძლებლად. ერთი არის ის, რომ შესაძლოა ეს იყოს გამოსავალი, ვთქვათ, იმ მთავარი კრიტიკის, რომელსაც საქართველო ღებულობს დასავლეთისგან, რომ ეს არის ჩრდილოვანი მმართველობის ქვეყანა და ქართულ ოცნებას მოუწია და პირდაპირ ბიძინა ივანიშვილს, რომ რაღაც ფორმით გაეზიარებინა პასუხისმგებლობა დე იურე ქვეყნის მართვაზე, რომელიც დე ფაქტო მას ყოველთვის ჰქონდა. და აქედან გამომდინარე ის დაბრუნდა პოლიტიკაში ნახევრად. იმიტომ რომ საპატიო თავმჯდომარეა მაინც. თუმცა წესდებაში უფლებამოსილები ისე ასახა, რომ ვერც ვერავის უკვე ვერ მოატყუებს იმით, ხო? იმიტომ რომ თვით პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის წარდგენის უფლებაც კი საპატიო თავმჯდომარე აქვს, ამის პრეცედენტი არ არსებობს საერთო დემოკრატიული სახელმწიფოების, დემოკრატიული პარტიების ისტორიაში. ხო, მაგრამ ნუ მაინც აი ეს თითქოს ტოვებს გარკვეულწილად იმის შესაძლებლობას, რომ თქვას, რომ აი თვითონ საპატიო თავმჯდომარეა, მაგრამ ფაქტია, რომ პოლიტიკაში უფრო ღიად აღმოჩნდა ვიდრე ადრე, ანუ ადრე ბუნებრივია რომ ყველა ვიცოდით და ახაც არაერთხელ გვითქვამს რომ ის როგორც ჩანს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მაინც ღებულობს და ეს აღიარა კიდეც რომ 2-3 ადამიანთან ჰქონდა მუდმივი კავშირი როგორც ჩანს ცენტრალური მნიშვნელობის საკითხებთან დაკავშირებით, ასე რომ ერთი ახსნა იქნება ის რომ ამით საქართველოს შესაძლოა უფრო დაუახლოვდეს დემოკრატიულ მოდელს. ანუ ჩრდილოვანი მმართველი აღარ იყოს და იყოს მმართველი, რომელსაც მართალია ოფიციალური სახელმწიფო თანამდებობა არ უჭირავს, მაგრამ პარტიის თავმჯდომარე მაინც არის, ხო? თუნდაც საპატიო. მეორე, ჩემი აზრით, აი ამ შემთხვევაში ეს კალაძის ეს ინციდენტიც მართლაც დამაფიქრებელია, შესაძლოა იყოს ის, რომ აი ამდენ ხნიანი მმართველობის შემდეგ უკვე ხომ ნუ რამდენი ხანია, სადღაც მე-12 წელი შესრულდება 2024 წელს და ეს არის უპრეცედენტოდ ხანგრძლივი ვადა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რომ ერთი პოლიტიკური ძალა იყოს სათავეში და ამ დროს პოლიტიკურ ძალებს სჭირდებათ ხოლმე თვითგანახლება. ამას ოცნება ადრე უმტკივნეულოდ ახერხებდა, ხომ? კოალიცია დაიშალა 2016 წლისთვის, 2020 წელს, ნუ რაღაც ძველით რაღაცნაირად გადაგორდა, მაგრამ ბევრმა დატოვა ქართული ოცნება. როგორც ჩანს, აუცილებელია მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომ მოსახლეობამ, ასე ვთქვათ, ხმა არ მისცეს ცვლილებას და ცვლილების სახით სხვა პარტიას. არამედ ჩათვალოს, რომ ქართულ ოცნებაში არის იმხელად დიდი ცვლილება განხორციელებული, რომ შეიძლება გადაახალისოს ლიდერები. მათ შორის ის ხალხი, რომელიც არის ცენტრში, ყურადღების ცენტრში, როგორც არის კალაძე, დღევანდელი პრემიერ-მინისტრი, შესაძლოა კობახიძე. და ამას სჭირდება მე უკვე ქართული ოცნების მხარდამჭერებში გარკვეული საყდენი ხუზა, რომელიც ამს რომ არაფერი არ შეცვლილა ამით, იმიტომ რომ თავარი ვინც არის, ის არის უკვე ჩვენ შორის და ის მართავს
როგორც ასე ვთქვათ, მართლაც გამოსაჩენი ჩინებული ლიდერი საქართველოს, რომელიც ასე ვთქვათ დაუბრუნდა. შესაძლოა სწორედ ეს საფრთხეც გამოჩნდა იმ განცხადებებში, რომ შეკითხვის მეორე ნაწილზეც ბაკურ საკუთრ თქვენი აზრი რომ ვითხრათ, ოპოზიციამ როგორ უნდა გამოიყენოს? ხო, უნდა გამოიყენოს ისე, რასაც ცდილობდა მთელი ამ ხნის განმავლობაში, ხო, ოპოზიციის საკმაოდ დიდი ნაწილი ყოველთვის ამბობდა, რომ რა აზრი აქვს, თქვათ, პრემიერ-მინისტრთან კამაც, რა აზრი აქვს საგარეო საქმეთა მინისტრთან კამაც, იმიტომ რომ ყველაფერს აკეთებს ივანიშვილი, ის არის მთავარი პასუხისმგებელი და მართლაც ეხლა დგება ის იშვიათი მომენტი, როდესაც პირდაპირ შეგიძლია ივანიშვილზე მიუთითო და აკრიტიკო ის მისი გამოსვლები, მისი თითოეული განცხადება და ეს ქმნის იმის შესაძლებლობას, რომ თქვათ ის უკვე პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა და ვერ უპასუხებს 3 თვის დაგვიანებით. თქვათ, ხო, არ ექნება მოსაფიქრებლად ამდენი დრო. ამას უტოვებდა მასე ჭრილოვანი მართველობა. ჯერ შეეძლო რომ აი თქვათ მეორე რანგის ლიდერებს ეპასუხათ, ამ ასე ვთქვათ კრიტიკაზე, რომელსაც იზღებულობდა საზოგადოებისგან, ხალხისგან, პოლიტიკური პარტიებისგან და როდესაც ნახავდა რომ აი რომელი პასუხია ყველაზე უფრო მისაღები, ხო? მე უკვე იმ პასუხს უპასუხებდა თვითონ თუ კი ამის საჭიროება დადგებოდა. ეხლა უკვე ამის ფუფუნება აღარ ექნება, მას მოუწევს უფრო სწრაფად პასუხის გაცემა, რაც ზრდის იმის შესაძლებლობას, რომ შესაძლოა მან შეცდომებიც დაუშვას. ეს იქნება ერთი პლუსი. მეორე პლუსი იქნება ის, რომ აი ეს ორაზროვანი შესაძლო დამოკიდებულება, რომელიც შეიძლება ამრჩეველს ჰქონდეს, აი თქვათ ხალხის ძალის მხარდამჭერს, რომ მე ხალხის ძალას ვაძლევ ხმას, მაგრამ ვაძლევ ხმას ბიძინა ივანიშვილს, ეს უფრო მკაფიოდ ექნება სათქმელი ოცნებას. ან ბიძინა ივანიშვილი იტყვის, რომ ხალხის ძალა კარგია, ჩვენია, ან მოუწევს თქვას მკაცრად, რომ არა, ხალხის ძალა არის ის ვინც ერესშია დღეს და უარყო ჭეშმარიტი გზა ქართული ოცნების. რასაც ახლა აკეთებს გახარიასთან მიმართებაში. რასაც აკეთებს გახარიასთან მიმართებაში, მაგრამ არ აკეთებს ხალხის ძალასთან მიმართებაში, ხო? აი ხა აი ამის გაკეთება უკვე მას მოუწევს. ხომ რაღაც დროის განმავლობაში. და ესეც იქნება პლუსი იმ გაგებით, რომ გარკვეული რაოდენობის ამორჩევლის დაკარგვა ქართულ ოცნებას მოხდება. ეს არჩევნები სადაც შეიძლება 1% აღმოჩნდეს გადამწყვეტი. მადლობა ბაკურ.